მინდა შობის დღესასწაული, შობა ახალ წელი მიულოცო, ვინც ამ დღეს აღნიშნავს შობა ახალ წელს და მინდა ვისაუბრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. მე რატომღაც ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ახლა არის 29 დეკემბერი, როდესაც ისინი აპირებენ ინაგურაციას და მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს და ალბათ ყველანი თანახმები იქნებით ამაზე, ვინც კი ეცდება ამ ინაგურაციაზე დასწრებას და ამ ფარშში მონაწილეობას, ყველა ისინი იქნებიან, უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ აბსოლუტურად ყველა სახელი და გვარი გადაეცემა ევროპას, ამერიკას და ყველანი ისინი იქნებიან დასანქცირებული. ამის შიშით ახლა მივახცევთ თუ არა ამის ჩასვლას, ეს ცოტა საკითხავია, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა ვეცადოთ, რომ ეს ინაგურაცია არ შედგეს და ჩაიშალოს და როგორც გაჟღერდა ინაგურაციის ჩატარებას აპირებენ საქართველოს პარლამენტის შენობაში, ჩვენ გვაქვს წარე გამოცდილება, როდესაც დემონსტრაცია ხდება პარლამენტთან, ვერ ვახერხებთ იმას, რომ მათ გზა გადაუკეტოთ და ისინი მაინც შედიან პარლამენტში გვირაბებით და რა ვიცი, ათასნაირი გზებით ახერხებენ ამას. და მთელი სპეცნაზი იქნება ეს თუ პოლიციელები იქნება, ესენი იქნებიან მობილიზებული პარლამენტთან. და ჩემი მოსაზრება, რა თქმა უნდა, ამას ვსაუბრობ განშისათვის და ყველამ გამოთქვას თავისი აზრი. იმ დღეს უნდა მოხდეს თბილისის პარალიზება, ნამდვილად უნდა ვეცადოთ და შევძლოთ, რომ გაიფიცოს მთელი თბილისი, ყოველ შემთხვევაში უმეტესი ნაწილი ტრანსპორტი იქნება, ეს ავტობუსი იქნება თუ მეტრო იქნება, რაღაცნაირად უნდა მოვახდინოთ მათი პარალიზება და უნდა მოხდეს პარალიზება ყველა იმ გზის, რომელიც კი პარლამენტთან მისდის, ამიტომ რაღაც რაოდენობის 10,000-ობით ადამიანი, რა თქმა უნდა, პარლამენტთან უნდა იყოს და უნდა ეჯაჯგურებოდეს ის პოლიციას, მაგრამ დანარჩენი ნაწილმა უნდა გადაკეთოს ყველა მისასვლელი გზა. ეს შეიძლება ავტომობილით სპეციალურად იმით გაკეთებით, რაც ქვია, საცობის გაკეთებით, ეს შეიძლება ადამიანებითაც, ყველგან სხვადასხვანაირი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ და ის ძალები, ის პოლიციური ძალები, რომელიც მობილიზებული იქნებიან თბილისში ამ დღისთვის, მათმა ვერ უნდა შეძლონ ყველა ქუჩის გაწმენდა, ანუ ხელი უნდა შეუშალოთ პარლამენტარების და იმ ადამიანების მისვლა პარლამენტთან, ვინც აპირებენ ამ ინაგურაციაში მონაწილეობის მიღება. კილომეტრობით მოცილებით უნდა შევძოთ პარლამენტიდან, რომ ვერ გადაადგილდნენ უკვე პარლამენტამდე. რა ვიცი, მე ვთვლი, რომ ეს არის აუცილებელი, რამე თუ ამ ინაგურაციის ჩასვლა კიდევ ერთხელ ჩამოხდის ნიღაბს ქართულ ოცნებას და ავტომატურად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დარჩება საქართველოს პრეზიდენტად, რაც იქნება უკვე უდიდესი ნაბიჯი, უდიდესი გამარჯვება და რაც აიძულებთ მათ დანიშნონ ახალი არჩევნები, ან საერთოდ გაიქცენ და რომელიღაცა ვთქვათ იგივე სალომე ზურაბიშვილმა დანიშნოს არჩევნები. მადლობთ ყურადღებისათვის და გთხოვთ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე.